მოგესალმებით ყველას, 31 დეკემბერი არის, -7 გრადუსიაო ართიულეთში მთებში და ვიღებთ BMW X1 28i X-Drive. i X-Drive, რომელიც აღჭურვილია B46 ძრავით და პატარა ტურბინით. ამ ვიდეოს ვიღებთ 31-ში და დღესვე გვინდა რომ დავდოთ ეს ვიდეო და 31-შივე მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი ყველას. რაც შეეხება მოლოცვას, მოგვიანებით ეს ვინ მოსულა? ოპერატორს თხოვა ჩვენოს, ეს ჩემი ძაღლია, მარლი. ოთი, ჩემი კანე კორსო. ოთი. აბა დაენახვე ჩემ YouTube-ის და ასე შემდეგ სოციალური ქსელების გამოწერებს მიულოცე ახალი წელი. ეხლა მე სადაც ვარ კონკრეტულად ამ ადგილას არ ვიცი როგორ აგიხსნათ. გზა არ არის ფაქტიურად რა, რაღაცა ასე ვთქვათ გაყვალული გზა არის, აქ არ არის დაგებული არაფერი, არც ბეტონი, არც ასფალტი. არც არაფერი, ძალიან დიდი აღმართებია. განსაკუთრებით თოვში გვეშინია ხოლმე აქ ამოსვლა. ამოსვლა იმდენად არა, უფრო ჩასვლა. ცოტა სირთულეებთან არის დაკავშირებული, ხევებია, გადასავარდნებია და ასე შემდეგ. დაახლოებით 4 კილომეტრის გზა არის ესეთი. მაგრამ ჩემდა გასაკვირად ძალიან მაგრად გაუმკლავდა X1 ამ დაბრკოლებებს. X1-ს როცა ვახსენებ, საუბარი გვაქვს სტანდარტული რაღაც საოჯახო კროსოვერზე, ხო? ანუ რა უნდა მოთხოვო ეხლა ამას, მაგრამ იმაზე მეტი შეუძლია თურმე, ვიდრე შეიძლება მოთხოვო. აი ამ წუთასაც მაგამბებში ვარ, მაგასაც განახებ უკეთესად. იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა იაფად იყიდოს ავტომობილი, რომელიც არ იქნება ნელი ძალიან, ექნება ნორმალური გამოვლობა პატარა უგზოობისთვის. ეს უკვე ხა სადაც მე ვარ, ამას პატარა უგზოობა აღარ ქვია სიმართლე გითხრათ და იმ პირობები კლიმატიდან გამომდინარე, როცა -7 გრადუსია, თოვლია, ძალიან დიდი საკმაოდ ისეთი ციცაბო აღმართები და ასე შემდეგ. ხო და აქედან გამომდინარე ძალიან კარგად ართმევს სხვათა შორის თავს აი ამ დაბრკოლებებს. საკმაოდ ნორმალური წვა აქვს ეკოპრო რეჟიმი, აქვს სპორტ რეჟიმი და კომფორტ რეჟიმი, როგორც სხვა BMW-ს. ხო და კარგი სამართავია, მინდა გითხრათ, აქ უკვე არ გვხდება სამწუხაროდ 8 HP გადაცემათა კოლოფი ZF-ის, აქ არის iSIN-ის გადაცემათა კოლოფი, საკმაოდ ნორმალური, ალბათ შემიძლია თქვა კარგიც. არ არის გათვლილი რაღაც ისეთ ტუნინგებზე და დატვირთვებზე, მაგრამ კონკრეტულ ამ ავტომობილს ყოფნის იმ ცხენის ძალებით და თორქის გათვალისწინებით, რაც მას აქვს. არ ღირს ეს ავტომობილი ძვირი, მის კონკურენტებს რო შევადაროთ, ეს არის Mazda C3, CX3, რა არის კიდე Audi Q3, რა მახსენდება, Mercedes GLA ალბათ არის მისი კონკურენტი. ეს ავტომობილები ამ ავტომობილებთან შედარებით მე ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური აზრია და გამოცდილებიდან გამომდინარე შემექმნა ეს აზრი, რომ საკმაოდ კარგი ავტომობილია, უკეთესი ავტომობილია ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. და პირველ რიგში ეს ფაქტორი არის B46 ძრავი. ეს ავტომობილი აღჭურვილი არის სტანდარტული X-Line პაკეტია, არ არის M პაკეტი, აქვს LED ფარები,
ასე ვთქვათ, ადაპტივ ფარებით მუშაობს, როგორც იქით, აქეთ, ზევით, ქვევით, რავი, ყველანაირად. ოპერატორს თქო მოვიდეს ჩემთან და ანახე საბურავი. მოდი. აი ეს არის საბურავი, რომელიც უნდა გეყენოთ თოლში. ლიზა QRX 2 მიყენია მე კონკრეტულად. უკან ცოტა ვერ დავიკვეხნე საბურავით, მაგრამ არც ეს არ არის ცუდი, სხვათა შორის აყენია ვრედეშტეინები. GTO Giaro Design რაღაც ესე ქვია. მოკლედ ეს არის სტანდარტული MSI ოღონდ PIP-ით. სხვათა შორის კარგად იმუშავა ამ საბურავმაც. საერთო ჯამში ესე გამოიყურება ეს ავტომობილი ვიზუალურად. ხა რაღაცა ბევრი სასწაული კადრების გადაღებისგან თავი რო შევიკავოთ. ესეთი ვიზუალი აქვს. ამ გზას ჩვენ ყვალავთ, მოკლედ. ხო და რა მინდა ეხა გითხრათ. თოში სიარულისთვის პირველ რიგში ადამიანს სჭირდება კარგი საბურავი. ეგრეთ წოდებული all-wheel drive სისტემა, რომელიც ჩვენს BMW-ს შემთხვევაში გვხდება X-Drive, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. ასევე კარგი საბურავები და მაინც პირველი ალბათ მართვის გამოცდილება არის მსგავს კლიმატში. აქ ეხა -7 არის, გუშინ ღამე ამოვედით, იყო -12 თუ 11 არ მახსოვს. ძალიან მარტივად ამოვედით ალბათ საბურავების დამსახურებითაც. იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ამ ავტომობილის შეძენა და ვფიქრობ, რომ ძალიან პოპულარული ავტომობილი არის მისი ბიუჯეტიდან გამომდინარე და მისი შესაძლებლობიდან, კომფორტიდან და რაღაც სხვა ფუნქციებიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგი ავტომობილია. დღევანდელი ვიდეოც ამას ემსახურება, რომ გაჩვენოთ როგორი გამოვლობა აქვს ამ ავტომობილს, როგორი წვა აქვს, როგორი დიზაინი აქვს პლუს-მინუს გაჩვენებთ და პირველ რიგში, რაც ყველაზე ძალიან მომწონს ამ ავტომობილში, ის არის, რომ მე ვფიქრობ, რომ ფასთან მიმართებაში საკმაოდ კარგი სისტემა აქვს. ამ კონკრეტულ ავტომობილში სრული ფუნქციები, რაც შეიძლება ქონდეს, ანუ სრული პაკეტი არ გვაქვს. აქვს უბრალოდ რაღაც კონკრეტული ისეთი დეტალები, რაც მაგალითად მყიდველმა, როდესაც 2016 წელს მივიდა ცენტრში და შეუკვეთა ეს ავტომობილი, მაგალითად უთხრა, რომ უნდოდა M suspension-ი, უნდოდა რაღაც შავი ჭერი, უნდოდა რაღაც LED ფარებზე და ასე შემდეგ. მოკლედ აქვს რაღაც ისეთი კონკრეტული დეტალები არჩეული პაკეტში, რაც საკმაოდ კარგია ალბათ. რაც შეეხება მის წვას, მისი წვა არის სხვათა შორის ტრასაზე, ანუ გზაზე წვავს დაახლოებით 6 ლიტრი, 6.5 ალბათ რა. აი ესეც შეიძლება რომ ეკოპრო რეჟიმში რო იარო, აი წყნარად აღარ ქვია მაგას, მაგრამ რაღაც 70-90 სპარგლებში დამიწვა სხვათა შორის 5.5. ქალაქში წვა ამ კონკრეტულ ავტომობილს აქვს 9. რაც შეეხება მის ძრავს B46 ძალიან კარგად მუშაობს, შვენიერი ძრავები არის, რომელიც არის წყლის გაგრილებაზე, მისი ტურბინა უკვე აქვს საკმაოდ ისეთი, როგორ გითხრა, ანუ ზოგი ეძახის უკვდავ ძრავს, აქვს თავისი პატარა პრობლემები, მაგრამ იმდენად უმნიშვნელო, რომ ამაზე რაღაც იმის გამახვილებას არ დავიწყებ ყურადღების. ხო და ამ კონკრეტულში სხვათა შორის ესე იგი რა გვაქვს ამაზე გაკეთებული? არაფერი არ გვაქვს გაკეთებული. ეს ავტომობილი ჩამოვიდა ძალიან ისეთ ასე ჩვენ რო ვიძახით სვეჟ მდგომარეობაში. ერთადერთი შევცვალეთ ძრავში ზეთი, აქაც გვისხია ამსოილის 0.20, მაგრამ შემდეგი შესვლიდან უკვე გვექნება ამსოილის 0.40 signature სერია. გვიყენია კაენის ფილტრი ნულოვანი, ეგრეთ წოდებული სპორტულ ფილტრს რო ეძახით. გვიყენია NŽK-ს ალების სანთლები, ეს ვიძახე რაც შევცვალე რა და კარგი ანტიფრიზი. სხვათა შორის ვალოლაინიდან რეკლამა გამოდის კარგი, მაგრამ როდესაც რაღაცას ენდობი და რაღაცას შეგიძლია შენი გამოცდილებიდან გაუწიო რეკომენდაცია სხვა მომხმარებლებისთვის, რატომაც არა, ვინ იხდის ფულს და ვინ არ იხდის ფულს რეკლამაში, აი ძალიან არ მაინტერესებს, იმიტომ რომ უნიშნელოვანესი იცი რა არის? ადამიანებმა ერთმანეთს გაუზიაროთ ყოველგვარი რეკლამის და ესე ვთქვათ ამ ყველაფრის გარეშე ის რაღაც რეკომენდაციები და გამოცდილებები, რაც სხვა ადამიანებს მოუტანს, ასე ვთქვათ, სიკეთეს ავტომობილის მოვლაში, ამ შემთხვევაში ავტომობილზე ვსაუბრობთ. ეს არის რაც მინდოდა მეთქვა. დანარჩენი რავი, რაღაც ლამაზ კადრებს შემოგთავაზებთ ამ ავტომობილზე.
იქიდან გამომდინარე რომ მაგარ ადგილას ვართ, ეს არის ჩემი სოფელი. მოიცა დაგანახებთ. ეს არის ჩემი სოფელი. ესე გამოიყურება ჭართალი. ჩემი ჭართალი და კერძოდ ჩიტაურები ქვია ამ ადგილს. ესეთი ლამაზი ადგილია მთიულეთში. ესეთი სილამაზე გვაქვს აქ. ცოტას დრონსაც ავაფრენთ. თუ არ გაიყინა ჰაერში. და რაღაც ლამაზ კადრებს შემოგთავაზებთ. ეგრეთ წოდებული თოვლისთვის. როდესაც თოვლში გიწევს რამე სიაგული, არ ვიცი, X-Drive სისტემა იქნება თუ რაიმე სხვა, ან პირდაპირ მნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ავტომობილის შაბლონი. მინდა მოგილოცოთ დამდეგი 2026 წელი. ყველას მინდა გისურვოთ მეტი ადამიანობა და სიყვარული გაუზიაროთ ერთმანეთს. მეტი ვაპატიოთ, მეტი შეუნდოთ, მეტი გვერდში მდგომა, ხარდაჭერა და ყველაფერი სითბო და სიყვარულის ირგვლივ მინდა რომ გავაერთიანოთ. მოგილოცავთ სრულიად საქართველოს, ჩემ მეგობრებს, ჩემს გამომწერებს, ჩემ მომავალ გამომწერებს, ვინაიდან 2026 წლის YouTube-ი, ჩემი არხი იქნება რადიკალურად განსხვავებული და ყველასთვის საინტერესო, უფრო საინტერესო.